მოგესალმებით. ვინც არ ესწრებოდა მათთვის ვიტყვი, რომ ჩვენი საჯარო ლექცია ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი უკვე ჩატარდა გუშინ, ორივე ეხება უნიშნელოვანეს საკითხს, რასაც ქვია სიცოცხლის წარმოშობა. გუშინ ისაუბრა ბატონმა ბესიკმა ბიოლოგიური ინფორმაციის საფუძვლების შესახებ. დღეს იქნება მეორე ნაწილი. ვინც გუშინ არ ესწრებოდა, არ ამგონია რომ დღეს რამე პრობლემა იყოს. პატარა შესავალს ხო გააკეთებს ბატონი ბესო და ალბათ პრობლემა არ შეიქმნება. კარგით, მაშინ ჯობია დავიწყოთ და ნელ-ნელა შემოგვიერთებიან. ხო. გამუშავოს, ოკეი. ხო, დიდი მადლობა მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მოკლედ როგორც უკვე იცით, გუშინ წავიკითხეთ ლექცია ბიოლოგიური ინფორმაციის საფუძვლის შესახებ და დღეს მინდოდა მელაპარაკა არსებობს ორი თეორია რეალურად, რომელსაც შეუძლია მართლაც ახსნას უცხოს წარმოშობა, ეს არის RNA-ის სამყარო და ჩემს მიერ შემოთავაზებული კვადრუპლექსური სამყარო. დანარჩენი თეორიები სხვა შორის არის კიდევ თეორიები, მაგრამ ისინი ძალიან უსუსურია, მართლაც არავინ არ აღიარებს და ზოგჯერ ამბობენ ამას, რომ ცილებს დაეწყოთ პროცესი. ცილები ვერ იწყებენ, იმიტომ რომ ინფორმაციის შენახვა შეუძლია. განვეს ნახაზებსაც კი ვერ აკეთებდნენ რაღაცას თქვა, როგორ დაეწყოთ ცილებს. RNA-ის სამყარო მართალია ის ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ ნახას მაინც იძლევა, რომ შეიძლება დაწყებულიყო აი ასე და ამის გაჩვენებთ ახლა. და მოკლედ გუშინ ჩვენ ვილაპარაკეთ ძირითადად აი ორ რამეზე, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ანალოგური და ციფრული და რომ ანალოგური ბიოლოგიური ინფორმაცია ეს არის ნუკლეინის მჟავის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა, ანუ რასაც გენოტიპს უძახით, რომელიც იკეცება ფენოტიპად. ესე იგი ფუნქციონალურ სამგანზომილებიან არქიტექტურად. აი მაგალითად, როდესაც RNA იკეცება, სატრანსპორტო RNA. ეს არის ანალოგური ინფორმაცია, იმიტომ რომ სხვადასხვა სეგმენტები ამოიჩნევენ ერთმანეთს. აი ეს სეგმენტი ამას, ეს მწვანეს და ამ სეგმენტების ზომა, თანმიმდევრობა ეს არ არის განსაზღვრული. როდესაც გაქვს ციფრული ინფორმაცია, უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული თანმიმდევრობა, უჯრედების სიდიდე, ყველაფერი და აი სწორედ როდესაც ინფორმაცია RNA-დან შედის რიბოსომაში, ეს არის ციფრული ინფორმაცია, იმიტომ რომ მუდამ messenger RNA-ში წერია ინფორმაცია, რომელიც ტრიპლეტებით არის, 3 ნუკლეოტიდი შეესაბამება მხოლოდ ერთ ამინომჟავას. და ამ messenger RNA-ში შესული ინფორმაცია შეუძლია შექმნას ახალი თანმიმდევრობა, რომელიც არის ცილის თანმიმდევრობა. მაგრამ ასევე გულში ვილაპარაკეთ, რომ სპეციფიკური შეცდომითაა შეყვანილი ცენტრალურ დოგმაში ის აზრი, რომ შეიძლება ცილაში შევიდეს ინფორმაცია. ცილაში ინფორმაცია არ შედის, უბრალოდ ცილა არის ამ ციფრული ინფორმაციით გაკეთებული სამგანზომილებიანი მოლეკულა, რომელსაც შეუძლია შემდეგ ფუნქციონალური რაღაცების კეთება, მიზეზობრების შექმნა. და ამას უკვე ის მას უწევს, რომ ანალოგური ინფორმაცია შემოვა. მოკლედ, ხო, აი ციფრული ინფორმაცია ეს არის ერთი ტიპის სიმბოლოების განუშტოებელი თანმიმდევრობა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს სხვა ტიპის სიმბოლოების განუშტოებელი თანმიმდევრობა. აი, ენები, ალფაბეტური ენები ესეთია. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენში იყო, იმიტომ რომ ყოველ ბგერას აქვს შესაბამისი გადაეწყობა ასოში. ჩვენ რომ ამბობთ თქვა ვაშლი, ვაშლი ის იწერება, ზუსტად ესე იგი გადაიწერება. ჩვენ 33 ასოს შეესაბამება 33 ბგერა. ეს მართლაც იდეალურია, შეიძლება სხვა ენებისა ესეთი, მაგრამ ინგლისურში არ არის ესე. ინგლისურში 26, 54 ბგერა შეესაბამება. და ჩვენ არითმეტიკულ მათემატიკურად სწორი ენა არის, 33-ია. ალბათ ეგეთი მსხვერპლიც არის, ხო? და ამიტომ ესეთი ციფრულ ინფორმაციაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს არის რა ახასიათებს ციფრულ ინფორმაციას? ეს არის კაცრად განსაზღვრული ცალკეული მონომერების სიმბოლოების კრებულიც, ხო? 33 ასო აქა ნუკლეოჟოებში 4. ცილაც გავს თითქოს 20-ია, სხვა 20-ია ეს არის, მაგრამ ერთი თვისება აკლია ცილას, რომელიც მას ამოაგდებს ამ სისტემიდან. ამ სიმბოლოების ფიქსირებული განლაგება განუშტოებულ წრფეზე, ფიქსირებული მიმართულებით. მუდამ მარცხნივ და მარჯვნივ წერთ, ხო, ან ზემო და ქვემოთ ჩავდივართ. DNF-ში წესია 5', 3', ცილაში წესია n-ს მიმართულება აქვს, იქით და აქეთ ერთნაირად არ იკითხება. აი მესამე თვისება უკვე ამ თანმიმდევრობის მიერ სხვა ამ თანმიმდევრობის სხვა სიმბოლოების კრებულის თანმიმდევრობის ნაბიჯ განსაზღვრა წინასწარ განსაზღვრული ცხლის მიხედვით. ეს ჩვენ შეგვიძლია როგორც ვთქვი, აი ბგერა შეესაბამება ბგერას, ყველა ბგერას აქვს თავისი ნახატი და სხვა შორის ეს ფინიტელება დაიწყეს 3500 წლის, იქამდე იყო მხოლოდ
იეროგლიფური ხატოვანი ენა, რომელიც ბევრს ვერ გეტყოდა რა, ვერ იტევდა ინფორმაციას, ძალიან რთული იყო. და ისინი გადავიდნენ ციფრულზე 3500 წლის წინ, როცა შექმნეს ეს ორი თანმიმდევრობის არსებობა, რომ ყოველ ხმოვან ბგერას შეესაბამებოდა რაღაც ნახატი. აი თქვა ბულს შეესაბამებოდა ეს ჩვენი ბულ, აი მათ თუ სხვანაირად ასეები, ხო? და ამის კეთება ცილას არ შეუძლია. აი ნუკლეინის შევას შეუძლია, იმიტომ რომ ნუკლეინის შევას გვაქვს ჩვენ GCAU, G გადაეწყობა C-ში, კომპლემენტარულობა აქვს. და მასზე კეთდება ის sense anti-sense და ცილას ეს კეთება არ შეუძლია. ამიტომ ცილაში ეს ციფრული ინფორმაცია არ შედის. ციფრული ინფორმაცია არის აბსოლუტურად პირობითი, ფუნქციონალური არ არის. ეს messenger ერენების თანმიმდევრობა ის არაფერში არ ვარდა. ის მხოლოდ მას შემდეგ აი თუ გადაეწყობა ცილაში და ის ცილა დაიკეცება. მაგრამ როგორც გაჩვენეთ TRN-ებში ეს იგივე ერენების თანმიმდევრობა ის იკეცება, მას შეუძლია პირდაპირ დაიკეცოს. და ამიტომ ის ანალოგურია. ხო, ბიოლოგიის სისტემაში ხარისხობრივად გამარჯვება სწორედ ეს ხდება. რა არის ეს თავიდან ჩვენად ანალოგური, ან RNA ამბობს, RNA-ის სამყარო ამბობს, რომ ეს არის კომპლემენტარულობაზე დაფუძნებული სტრუქტურები, როგორც არის tRNA, სხვადასხვა რიბოზომები, მე ვამბობ, ეს არის კვადრუპლექსი. მე აქედან ისინი გადადიან, ამათ უნდა შექმნან გენეტიკური აპარატი. გენეტიკური აპარატი არის მხოლოდ ორი მთავარი მანქანა აქვს, რიბოზომა და DNA-ის ან RNA-ის პოლიმერაზა. შეიძლება DNA-ი გადაეწყოს DNA-ში, ანტისენსი, შეიძლება RNA-ი DNA-ში, DNA-ი ყველანაირი RNA-ში, 4 ვარიანტი გვაქვს. ეს არის ციფრული ნაწილი. და შემდეგ უკვე როცა ცილაში ქმნის რაღაცა მოლეკულას, ის იკეცება, მას შეუძლია სხვა მოლეკულა ამოიცნოს და აქ უკვე ამოცნობა მიდის ანალოგური ინფორმაციით. და აი მაგალითად ჩვენ ანტისხეულები, ანტიგენს ამოიცნობენ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს რაღაც სწავლით 10-22 ხარისხში ტიპის ანტიგენში შეიძლება ანტისხეული შექმნას რაღაც. აქ შემოდის სწორედ ეს უზარმაზარი კომბინატორიკა. ხო, აი ეს მიდოდა, მე ჩვენებია რომ აი ეს საინტერესო რა არის, როგორც ენაზე უკვე თქვი, რომ მართლა ენაში წესია. ჩვენ ხო ბავშვებს თავიდან ნახატებით ვასწავლეთ, არა? მე ვასწავლეთ ამ ასოებით, ხ, ი, ნ, კ, ზიანის ბავშვები, მე მასო ჩემი თავი ტანჯებოდი, ხო, სალომს, ამდენი წელი უნდები. მე სკოლასაც ვამთავრებ, ხო, მაგრამ დიდი წელს კითხვა არ შეგიძლია. ესე იგი, 10 წელი უნდები იმას სამეცნიერო თუნდაც მეტიც, რომ სამეცნიერო ტექსტი წაიკითხო. იმდენად რთულია, მაგრამ გავდივართ ამას, იმიტომ რომ სხვანაირად ინფორმაციას ვერ დავიტეთ, ეს ფინას როგორც თქვი, ფინიკელებმა გააკეთეს თავის დროს, ხო? ის რამოდენად მე თქვა, მაგალითად ახლა ხო, აი ეს მე ისევ გადადის ეს ანალოგურია, როგორც გითხარით, ხო, თნეად ხედავთ ხინდას. ეს ანალოგური ხდება, იმიტომ თქვენ ახლა ამას ხინკაკეთ კითხულობთ ყოველ სიტყვას. თვითონ სიტყვას. წინადადებასაც კი ხედავთ თქვენ. აი, წინადადებში უცებ არ დააკვირდეთ, ზოგი წინადადებას თვითონ კითხულობთ. იმიტომ რომ გადავდივართ მაგაზე. ახლა მაგალითად ადამიანს თუ აჩვენებთ შენ ადამიანს ხინკალს და ამასაც ორვეზე ნაწილი მოადგება, ხო? ახლა ამერიკელს რა აჩვენო ესა? არაფერი რეაქცია არ იქნება, ხო? ამაზე შეიძლება მოადგეს ნაწილი. ისე თქვა ძაღლს, ხო? ხო, ეს დააჩვენოს რა ხინკალი, და ამას თუ აჩვენებ, ყურებს დაწყვიტავს, რაღაც კუდი ავქანარებს, ხო? იმიტომ რომ ხატოვანია, მაგრამ მათ შუაში არის სწორედ ციფრული ამბანური, რომელიც რთულად გასაკეთებელია, მაგრამ როგორც კი გააკეთებთ, მე უკვე ამას უზარმაზარი ტევადობა შემოაქვს ენის და მეცნიერების დატოვა შეუძლია ფილოსოფიური აზრების აბსტრაქტული ტერმინები, მაგრამ როგორ უნდა დახატოთ თქვა ფილოსოფია, ბიოფიზიკა, კონსტიტუცია, ხო, მაშინ ყველაფერს ჩინელებსაც რა, მათ რაღაც გადამყვანი ენები, რომელსაც ისინი იყენებენ კომპიუტერისთვის. იაპონელს ნამდვილად აქვს ჰირაგანა და კატაკანა გადაკანჯისა, რომ ის ჰირაგანა და კატაკანა მსგავსია ამბანებს. სხვანაირად შეუძლებელია თითქმის აი ინფორმაციის დატევა. ხო, და მოკლედ ეს არის რა, პრინციპში როგორც გითხარი, ორი თეორია. რეალურად რას ვაკეთებთ, რომ პირველ ყოფილ სუპამდე ყველაფერი გასაგებია, ვიცით ეს როგორ იქნება ელემენტარული ელემენტების პერიოდული ცვლილი, ყველაფერი როგორ იქ მილერ-ურის რეაქციებში როგორ კეთებიან ეს ნუკლეოტიდები, ამინომჟავები, ყველაფერი კეთდება. და თავარი მე დავინახოთ როგორ აეწყობიან ეს პირველი პოლინუკლეოტიდი როგორ გაკეთდება პოლიმერი და რომელშიც არა მარტო გაკეთდება, ინფორმაცია ჩაიდება. და RNA-ის სამყარო ამბობს, რომ ეს აკეთება აი ესეთი ტიპის კომპლემენტარულად აგებული მოლეკულებით და მე ამბობ კვადრუპლექსები. და მე ეს გადმოდის იმაში, რა ეს უნდა წავიდეს მე გენეტიკურ აპარატში. ამათმა ამ პირველ ინფორმაციამ უნდა შექმნას დაიწყოს მუშაობა გენეტიკურ აპარატზე, იმიტომ რომ სანამ გენეტიკურ აპარატს გააკეთებ,
იქამდე ამ ციფრულ სისტემას, იქამდე დარვინიზმი არ ერთვება. თქვენ შეიძლება ამ გენეტიკური აპარატის გარდა რაღაცა ცილა გააკეთოთ შემთხვევით, მაგრამ ის ამაში ვერ შემოდის. ის როგორც სარეველაა, უნდა იყოს ამ ცილაზე ინფორმაცია გენეტიკაში, რა ამ ევოლუციას შეძლოს მისი გამეორება, მისი გაუმჯობესება. ნაწილში უნდა იყოს ეს. თუ არ დევს ის ბუჭია რა. ამიტომ ამათ უნდა დაიწყო მუშაობა და ეს არის როგორც გითხარით ორი ტიპის მანქანა, ეს არის პოლიმერაზები და რიბოსომა. ხოდა პირდაპირ გეტყვით, რომ აი ესეთ აღიარებული RNA-ის საყურებს არის უზარმაზარი პრობლემები თვითონ ყველას აღიარებენ. ვერც ხატავენ იმას, როგორ შეიძლება პირველი პოლიმერი გაკეთებული იყოს ინფორმაცია იგებოდა და შემდეგ ეს მოლეკულა როგორ გადმოსულიყო დღევანდელ რიბოსომულ სისტემაში, ეს არ იხსნება რანაირად. ვერსიანი უნდა გამომერა გამოსდება ვიღაცა, ვინც ამას ახსნა. სხვა შორის მეც მეგონა რომ თავიდან მუშაობდი RNA-ის სამყაროს წინა შესავალზე, რომ კვადროპედები მე დავიწყებდი მე RNA-ის სამყაროს და ზოგიერთ გონიებებს შესავალი RNA-ის სამყაროს, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ პროცესი სულ სხვანაირად მიდის. ეს მოლეკულა პირდაპირ იწყებს რიბოსომაზე მუშაობას და სულ სხვა პროცესია. ეხლა გაჩვენებთ ამას. ყავ მინდა მეთქვა კიდე რომ იცით რა ეს ორი მანქანა აი ბიოლოგიური ციფრული ინფორმაციის დამამუშავებელი ტურინგის მანქანები. ეს იცით ალბათ ეს ხო ალან ტურინგი რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა ძალიან ამას შეუქმნა მთელი კომპიუტერების საფუძველი ამას ჩაყარაკასმა გააკეთა პირველად ეს აბსტრაქტული მოდელი რა არის კომპიუტერი. ეს კაცი მუშაობდა სხვა შორის იმაზეც რა ქვია. ამ კაცის დობლოს არის რა დამსახურება და მეორე მსოფლიო ომი მალე დამთავრდა. ამ კაცს გაშიფრა გერმანელების ეს ენიგმა ქონდა გერმანელის მანქანა ყველას ეყენა თავისი და ყოველდღე კოდს ცვლიდნენ, კოდი იცოდნენ. თქვა შეიძლება აი ვასლი გადაეწყოთ ვ წაკითხულიყო როგორც ბ ან ეტა გადაეწყობოდა და რაღაც აბდაუდე ეწერა. და მაგრამ უკვე გადაწყობა რაღაც ლოგარითმის ალგორითმის მიხედვით. და ეს ყველაფერი ამოიწურა იმან აქ ტურინგმა და ინგლისელებს ჰქონდა საშუალება გაუშვათ მერე რომ სწრაფად ეს გადაცემული ინფორმაცია აიღოთ და გაეშიფრათ და ამან როგორც ამბობენ რამდენიმე წელი დააშკარა ომი არის. და ეს კაცი სწორედ იმაზე ფიქრობდა რომ სხვა შორის კომპიუტერი ადრე ადამიანებს ერქვა, ხო იცი რაღაცა გაგეცნო და გეტყვით რომ მინახავთ თქვენ კომპიუტერი. ბუღალტერი იგივე რომ ნიშნა და მაგაც ციფრებს ანგარიშობდა და ეს ფიქრობდა რომ აი ხა ეს კაცი რომ ანგარიშობს 25-ჯერ 2-50-ია მუდამ, ხო? ესე იგი პრინციპში შეიძლება რაღაც მანქანა შეიქმნას, რომ შევიდეს ეს ინფორმაცია, გაამრავლოს და გამოვიდეს ადამიანის გარშე გააკეთდეს და მაშინ შექმნა მან ეს აბსტრაქტული მოდელი, ეს არის მოდელი, რომელიც კომპიუტერის თავად პროცესორს აღწევს. ეს არის რაღაცა მანქანა, ტურინგის მანქანა, რომელშიც შემოდის ლენტი, ეს მას მიაშენებდა უსასრულო ლენტი იყო, ეს ლენტი დაყოფილია ერთნაირ როგორც ერთად DNS-ში არის მონომერები და შემდეგ ამ მანქანა მიწის აქვს რაღაცა ცხრილი, იმ ცხრილის მიხედვით თუ წაიკითხავს თქვა 0-ს, რაღაცას გააკეთებს. თუ წაიკითხავს 1-ს, თქვა შეიძლება 5 ნაბიჯით იქით გადავიდეს. მოკლედ ამ ცხრილის მიხედვით ეს აკეთებს რაღაც ქმედებებს. და ეს არის ტურინგის მანქანა, რომელიც არის საფუძველი მთელი კომპიუტერების. ნებისმიერი კომპიუტერული სისტემა უნდა იყოს ტურინგ თავსებადი. და რა თქმა უნდა ამ კაცმა წარმოგენა არ ქონდა ამას რიბოსომაში ნობელის პრემია ხახე გაიცა. მას რიბოსომაში 18 წელს აკეთებდა ამას გონი ტურინგი დნმ 50 წელში გაიშიფრა. ხო ციგი ამ კაცმა რეალურად რიბოსომა აღწერა. მე იცით რა მეკვის რომ ეს კომპიუტერები მუშაობენ ზუსტად ისე როგორც რიბოსომები რა 4 მილიარდი წლის წინ. სხვანაირ ინფორმაციის წაკითხვის შენახვის სხვა შანსი არ აქვს რა. დროში არის რაღაც ნაბიჯ ინფორმაციის შემოტანა და ეს ახლა კაცმა აღწერა, ნუ ზოგადად როგორ გასუნას კიდე რა. მაგნიტოფონები თუ გახსოვთ, ჩემ ხელა ის ახლა იყო ლენტაზე მაგნიტოფონი ორი ბარაბანო ტრიალებდა და შედიოდა და კითხულობდა მას ნაბიჯ და მუსიკას გამოსცემა, ხო, შეიძლება ტექსტი გამოეკითხა. და ამ ტიპის მანქანა არსებობს ბიოლოგიაში ხოლმე ორი, როგორც გითხარით, ეს არის რეპლიკაზები, 4 ტიპისაა, შეიძლება DNM-ზე გაკეთდეს RNA-ი, ტრანსკრიპტაზებია, DNM-ზე პოლიმერაზა, RNA-ში რომ DNM-ი გაკეთდეს, reverse transcriptase და RNA-ში RNA-ს. ესე იგი რა არის? ეს იყენებს ეს მანქანა პოლიმერაზები იყენებენ ამ ჯაბს, როგორც ამ ლენტას, ჯდებიან აქა, SLS თავად და მიდიან და კითხულობენ, ხედავენ G-ს, გადაწევენ C-ში. ხედავენ A-ს, გადაწევენ U-ში. ნახავენ U-ს, გადაწევენ A-ში. და ბოლოში გამიგდეს შენ უკვე ორ მაგის პერა, ნუ ეს ერთ საათს ინფორმაცია, სენსი ქვია მას, აზრი და მეორეში სენსი აღებს, როგორც უზეგან ანტისენსი, იმიტომ რომ ეს არის კომპლემენტარული, მაგრამ მაშინ უაზროა ის. ის არის დაგროვებული მაშინ, აზრი არ არის, უაზროა. მაშინ არის სიგნალი რეალურად რა.
და მეორე რიბოსომა, როგორც გითხარით, რიბოსომაში რა ხდება, შემოდის ეს მესენჯერ RNA-ში ტრიპლეტები, ყოველ ტრიპლეტის რიბოსომა კითხულობს და შესაბამის ამინომჟავას დააბავს, და გაკეთებს ცილას და რომელსაც რიბოსომა თვითონ კეცავს და მე გამოდის ეს ცილა, რომელსაც ყველაფერს კეთება შეუძლია. ანუ შეიძლება ცილა შექმნას ყველა ტიპის, იმიტომ რომ ცილაში მაგას 20 ამინომჟავა გაქვს, ძალიან ფუნქციონალური და მოწე იმის მამინდა რომ ცილა შეუძლია მართლაც ყველანაირი ფუნქციის შესრულება რა. როდესაც RNA-ს რა რიბოზომი RNA-ს თავს მოხერხს გონიათ რომ RNA შეეძლოს RNA რაღაცა შეუძლია, მაგრამ ძალიან გაჭირვებით. აი ზუსტად გავს მათ აი რო დარჩენილიყავით იეროგლიფულ სისტემაზე, არ გადმოსულიყავით ციფრულზე, ალბათურზე. აი ხა როგორ ველაპარაკა, ხო, გუში ლექსი ვაჩვენე, ვეფსო დაწეთე, ვეფსო დავსე როგორ დაგწედა ნახატები თქვა, ხო? ან როგორ გინდა ფილოსოფიური აზრი გადასცე ნახატები. ვერ შეძლებდით, გავიყინებოდით რეალურად. ამიტომ ეს მართლაც ეს ფინიკელების ნაბიჯი ითვლება, რახაც აბსოლუტურად ერთ ყველაზე დიდ ნაბიჯად, რა შეიძლება მეტიც კი ევიდენცია მეოცავრის პროგრესი. ხო, აი ეს რომ ხოლმე რეპლიკაზე რიბოსომის შეუძლია გენეტიკური ციფრული ინფორმაციის დამუშავება. იმის ხმამიდა კიდე რომ ამ ტიპის მანქანებს მე შემდეგ თქვენ გენეტიკური აპარატის გარეთ ვეღარ ხედავთ. ეს არის ორად-ორი. იმიტომ რომ ეს არის გენეტიკური აპარატი და ეს არის საფუძველი ბიოლოგიის. სანამ დარვინიზმი დაიწყება, როგორ დარვინიზმი უნდა სისტემა მოახერხოს ამ ორი მანქანის შექმნა. როგორც ეს ორი მანქანა იქნება, მე რო რეალური პრობლემა აღარ არის. და ასევე ვიცით რომ უკვე 4 მილიარდი წლის წინ ჩვენ გქონდა უკვე ეს ორგანიზმი, ბაქტერია, ლუკა ერქვა მას, last universal common ancestor, რომელშიც რიბოსომა იყო. და საოცარია მისი რიბოსომა მუშაობს როგორც რაღაცა ცხელზე, წესებზე უნდა მუშაობს, ასე გენეტიკური კოდი. და მისი გენეტიკური კოდი და ჩვენი გენეტიკური კოდი არის იგივე ზუსტად. ესე იგი, დედამიწა არის 4,5 მილიარდი წლის, კავკასიის მთები 100 მილიონი წლის, აი გონია რაღაცა დგას იქ ისეთი რომ უკვე მარადისობას განასახიერებს და ეს ჩვენი გენეტიკური კოდი არის 4 მილიარდი წლის. ესე იგი, დედამიწა რეალურად თემის და იმისკია სიცოცხლის პლანეტაა რა. ეგრევე სიცოცხლეზე დაიწყო მუშაობა, როგორც კი გაცივდა და წყალი გაშტანა. და ეს რეპლიკაზე წარმოადგენენ ნამდვილ ტურინგ მანქანას ინფორმაციას გადაწერენ ინფორმაციაში, არის ინფორმაციის ტრანსდიუსერს უძახიან და უბრალოდ რიბოსომა არის finite state შეზღუდული ტიპის მანქანა, იმიტომ რომ ინფორმაციასგან რაღაცას აკეთებს. ეს გავს როგორც კი გონი 3D printers, რა შეიძლება ინფორმაცია შევიდეს 3D printerში, მაგრამ ისო გააკეთებს რაღაც კანდაკებას, იმ კანდაკებაში ინფორმაცია არ არის უკვე ის აღარ არის. მაგრამ ის კანდაკება შეიძლება თქვი გააკეთოთ, აი სწორედ აი მაგათად ისინი გააკეთოთ რაღაცა მანქანები, რა როგორც ბერეხნეს მოერგებიან. ხო, ესე მორგება შეგიძლიათ ყველაფერი, მაგრამ ეს ციფრული ინფორმაცია არ გადადის მაშინ. ხო, აი ეს ორი თეორია, როგორც გითხარით, RNA-ს სამყარო მთლიანად ეფუძნება ვატსონ კრიკის კომპლემენტარობას, ეს ითვლება ერთადერთი მეთოდად ინფორმაციის შენახვის. საბოლოოდ გაქვთ GC შეწყვილება და AT შეწყვილება. გაქვთ ორი ტიპის, როგორც კომპიუტერებში გვაქვს, ჩვენ ფობად 0 და 1, 0 და 1 მოდამ. ესეც იმიტომ არის, რომ ბევრი ვერაცია კიდე რატო ვერ იქნებოდა, რომ ცილაში 20 ამინომჟავაა. ჩვენ დღევანდელ კომპიუტერებში ჩვენ გვაქვს მარტო 2 ამოსული, 0-იანი და 1-იანი. 3-ზე კი ვერ გადავდივართ, იმიტომ რომ 0 და 1 შეესაბამება დენიანი თუ ვოლტიჯი არის და არ არის. თქვენ რა ვთქვათ, შუალედური რაღაცა შეეშლება მეტი. და ამიტომ დღესაც კი ჩვენ ამ 0-ზე ვართ გაჭედეთ. ამიტომ ახლა მაშინ როგორ შეეძლო ბიოლოგიას დამოწყო სისტემას აქვს 20 სხვადასხვა ტიპის ამოცნობა ექნებოდა დამორიცხული და მან მოახერხა ის რომ აი ეს ქონდა ორი ტიპის ამოცნობა რა. ესა და ეს. კვადრატული საფრთხე იმას ეუბნება რომ სტრუქტურა კეთდება, რომ ამშენებელი ელემენტი არის G-ტეტრას უძახიან. G 4 გუანინი გაქვს. აქ ახლა ნაჩვენები არ არის, 8 წყალბადური გუანი იქნება, ეს არის ძალიან სტაბილური სტრუქტურა და შუაში კათიონი ერთის. კიდე კათიონზე დამოკიდებული ფოტონია თუ ეს კვადრატული სტრუქტურა არ გაკეთდეს, შეიძლება შეარჩიოთ ცეზიუმის ან ლითიუმის მარილი. თუ გინახავთ კონდენს კვადრატულში, იღებთ პოტასიუმს, კალიუმს ან სტრონციუმს თქვათ. შერჩევითია, რა თქმა უნდა, კათიონმა გამოიწვია საწუხლის დაშლა და აწყობა. აი როგორც ითხრით, RNA-ის სამყარო, აი ესეთ ნახას იძლევა, როდესაც ამბობენ, როგორ კეთდება RNA-ის სამყარო, ეს ჩამოყალიბებული საზი კრიკმა გამოთქვა, ეგრე 60-იან წლებში იქ ხო ალექსოვიჩი, ორგელი, ვოეზი და შემდეგ 80-იან წლებში აჩვენეს კატალიკური ურთიერთობისა. ამ როკასა ჩეკმა და ალტმანმა აჩვენეს, რომ RNA-ს ჰქონდა კატალიტიკური თვისებები და მაშინ ძალიან იმედი მიეცა, თუ ახლა ვიპოვეთ უამრავ RNA-ს კატალიტიკურს, როგორც ცილებს შეიძლება თითქმის ყველაფერს კეთება. და 86 წელს ამ RNA-ის სამყაროს ოფიციალურად დაარქვა ეს იყო ვალი გილბერტი, რომელიც 86 წელს დაარქვა სახელი, მაგრამ
რეალურად ვერაფერი ვერ იპოვეს რა. ჩვენ in vivo, ესე იგი ჩვენ სხეულში გვაქვს რამდენიმე რიბოზომი, რომელიც ყველა მონაწილეობს რიბოსომაში. იმიტომ რომ რიბოსომა იყო თვითონ ცილის გამკეთებელი. იქამდე ცილა არ არსებობდა და მოკლედ ქვეყანა იყო უზაღო ქვეყანაში კატას აკეთებდნენ. ხო და ეს კატა არის RNA-ი რა, მას არ შეუძლია ვერაფერი და ეს პირველი სისტემა მას შექმნა, როგორც კი შეიქმნა რიბოსომა, მას უკვე ხება შეიძლება აი კარგად. ხო და მე უკვე ყველა ცილოვანი მოდის. მე უკვე ვეღარ შევესაძლებთ ხედავი, მაგრამ RNA-ის საყოლის დაშვება სწორედ ის არის, რომ მას უნდა შეძლებოდა ყველა ტიპის რიბოზომი შექმნა, პოლიმერაზების, გადამჭრელების, ყველაფერი გაეკეთება, სადღაც ცილები აკეთებენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრს ცდილობენ ამდენი წელი გავიდნენ ისინი. ყველანი ამბობენ არ გამოდის არაფერი არ გამოდის. ვერც გამოვა, იმიტომ რომ არ არის მოქმედი RNA-ს შეუძლია ინფორმაციის შენახვა, რაღაცა, მაგრამ იმის ფუნქციონალურობის ეს მოქმედი არ არის. მოკლედ ხო, აი ესე ამბობენ ესენი აი ცხრილს აჩვენებენ, რომ თავიდან ჰქონდათ დედამიწა გაშლა 4.5 მილიარდი წლის წინ, შემდეგ წყალი შეიქმნა ჰიდროსფერა. მერე ესენი ეს არის მილდეუერის ექსპერიმენტები, პრებეტული ესა სუპირო შეიქმნა. შემდეგ უძახიან რაღაცა პრე-RNA სამყარო შეიქმნა რაღაცა. შემდეგ არის ეს RNA სამყარო და ამბობენ მე როგორღაც გადავიდა DNA პროტეინი ციგაკეს ეს და აქ არის უკვე ლუკა. ეს ლუკა და ეს უყურია. აი აქ არის პრობლემა და აქ რეალურად ვერც ეს რა არის გამოგებალი და ეს რა არის გამოგებალი გადასვლა აქიდან ამაში და აქიდან ამაში ვერ ხერხდება რა აქედან გამოდის. ეს არის იგივე რა ნაჩვენები ჩემს სტატიაში, იმიტომ მე ვაჩვენე ისინი მუდამ წოდობენ ზოგადად აჩვენე. თუ აჩვენე შეესწრები და კონკრეტო მე მოჩანს ყველა პრობლემა. აი ეს ციფრად არის ნაჩვენები პრობლემები, პარადოქსები, რომ რატომ არ გამოდის. მაგალითად, ერთ-ერთი პარადოქსია, რომ ქირალობა, მოგეხსენება თუ აი ეს კეთება მინუჯავა შეიძლება გაკეთდეს კეთება ერთ და იგივე კომპონენტებით, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს როგორც ხელია, ხეთაცმა. ესეთის და ისეთის რა. მაგრამ თუ ესეთის და ისეთის ჩაება ჯაჭვში, ის უკვე ანგრევს. უნდა იყოს არჩეული, ანის უნდა იყოს ანის. და როგორღაც ბუნება მოახერხა და ეს ქირალობა გაკეთა, გახდა ჰომოქირალობა. ნუკლეინის ჟაშის ესეა. შაქარი არის ქირალობა. შაქარი შეიძლება იყოს ესეთის და ისეთის რა. მაგრამ L და D ქვია და ჩვენ არჩეული გვაქვს ყველა გვაქვს D შაქარზე აგებული და კეთდება მარჯვენა სპირალები. თუ L-ს არჩევით, მარცხენა სპირალები გაკეთდება და ღებულობენ, მაგრამ სხვა სტაბილურობა ყველაფერი იგივეა, სარკული ის არის რა, იმიჯი აქვს, თან იმისი, დნმ-ის. ამის ქირალობის გაკეთა ვერ ხდება რა, მე ხლა ამას ყველას არ გაჩვენე, უბრალოდ ვიცი სტარტებზე, სადაც ისინი ცდილობენ არ გამოდის. შემდეგ არის ციკლიზაცია მიდის, ეს RNA-ს რო გადააბათ, რამდენიმე ნუკლეოტიდს, სხვა პოლიმერს აკეთებს, ის მერე იხვევა. მისი საბოლოო ჯგუფები შეუძლია ერთმანეთთან მიებან და ციკლური მოლეკულა შექმნან. ეს აფუჭებს ყველაფერს. იკეთება. ეს უნდა წარდეს გზლად, ხო რომ გინა ასები ათასები იყოს, რომ ინფორმაცია შეინახო. თუ ჩაიკეტა რა ინფორმაციაა, ხო რა. ეს დიდი პრობლემა. ამისთვის მოიგონეს რომ იქნება სკაფონდი ხარჩოები იყო რაღაცა კრისტალები. ამბობენ რომ რაღაც მაიკა კრისტალს უძახიან, რაღაც თიხის კრისტალები, მართლა სარდეს და იმ კრისტალების პირობებში შესაძლოა 50 ნუკლეოტიდი ასვლა, რომ რაღაც ის ჯდება ეს DNA-ი რაღაც თავისი მუხტის გამო და იმას მიყვება და კეთდება. მაგრამ 50-ზე მეტი არ არის. ჰიდროლიზი გაქვს მუდამ, ესე იგი, როდესაც თქვენ RNA-ი ძალიან არასტაბილურია, წყალში იზიშლება. თქვენ შეიძლება აწყოთ, მაგრამ მე შეიძლება ტემპერატურა დაშლა 100-ზე და 100-ს იშლება, აწყოთ ისე რომ სუგენგრება ჩან. და მოითხოვს ასტრონომიულ მოლეკულებს, აი გაჩვენებთ მაგას რაღაც საოცრად დიდ მოლეკულებს. მე როდესაც შეიქმნება თქვა ესე იდეა რაშია, რახან ჩვენ არ ვიცით პირველი ინფორმაცია რომელი იყო თუ ვიცით მაშინ ვაღიაროთ თუ ვიღაცამ ჩაადო ეს ინფორმაცია, რასაც კრეაციონისტები ამბობენ. სხვა შორის ისინი არიან ძალიან გააქტიურებული ამის გამო, რომ მეცნიერებს აქვს ერთი თეორია RNA-ს საყარო, ერთადერთი და ვეცნიან. და მე წერენ რომ შეუძლებელია ინფორმაციის ჩაგება ღმერთის გარეშე, ეს პირველი ინფორმაცია ჩადო ღმერთმა. თუ მაშინ და ეს RNA-ს საყარო როგორ ხსნის რომ ყველანაირი მოლეკულა გაკეთდა. ყველანაირი, ესე იგი თუ გაქვს 100 პოლიმერის თანამდებობა და 4 მიასე ხარისში, უზარმაზარ მოლეკულა გაკეთდა და შემდეგ ყველა დაიკეცა რაღაც მოლეკულები, სხვა ენზიმები შეიქმნა და მე ევოლუცია არჩია ერთ-ერთი და დაიწყო კეთება. და ეს არის ძალიან ბავშვი კაცმართკას, იმიტომ რომ მოითხოვს უზარ გიგანტურ იმერს, რა ქვია, მოცულობებს. დედამიწას კი თელს სამყაროზე მეც. ახლა ციფრებს გაჩვენეთ და შემდეგ ასევე აქვს პრობლემები იმისა, რა ქვია. ესე რომ აიგენის პრობლემა, აიგენის პარადოქსია, ამაზე სპეციალურად ვლაპარაკებ და აქ ფუნქციონალური დუალიზმი, რა რომ როდესაც თქვენ მოლეკულას აკეთებთ, რომ ფუნქციას უნდა შეასრულოს და ამავე დროს უნდა იყოს სტაბილური, ამისთვის რაღაც უნდა დაიკეთოს, მაგრამ ამავე დროს ის უნდა გამეორდეს, რომ გამეორდეს, უნდა არასტაბილური იყოს, რომ შეინგრეს და გაკეთდეს, რა. მოითხოვს ორივეს, ეს
პარადოქსია აღაშკარად, ხო? და შემდეგ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა არის, როდესაც კარგი შეიქმნა ეს ორგანიზმი, ხო, თქვა, რომელიც ცილებს გარშემო მუშაობს, მე როგორ გადმოეწყობენ ეს ცილებს? ეს შეუძლებელია, დარვინის შესაძლებელი არ ხდება. დარვინის არის ნაბიჯ გაუმჯობესება. შეიძლება რაღაც წინა რაღაცები გაქრეს, მაგრამ გადაწყობა ესეთი არ ხდება, ეს გამოწვეული ეს არის თანმიმდევრია continuity პრინციპს უძახიან დარვინის, რომ უნდა შენარჩუნდეს ეს თანმიმდევრობა. უცებ რაღაცა რომ გამოვარდება, იმას ვერ იტყვი ეს ევოლუციით მოხდა ეს. ვერ შეაიტერება, ეს არ აკითხავს ამას. როგორც ახლა საფს თუ აშენებ და ფუნდამენტს ასათონეს ამ თუ აშენებ ფუნდამენტს გრევას ვერ დაიწყო დაინგრევა მთლიანად. ფუნდამენტში ვერ შეხო, ამიტომ იგდევს ეს ფუნდამენტური პრინციპები და მიდის აშენება შეხო შეიძლება დააშენო ზემოთ. იმას ვერ შეცვლი. და ეს არის ჩემი თეორია, რომ ეს ძალიან მარტივად კეთდება ყველაფერი მართლაც, თქვენ გაქვს პრიმორდიალ პირველყოფილი სუპი, რომელიც აქაც ანაჩვენებს, ხო? აქ ესა და ეს იგივეა შემდეგ ჩემს სურათში წაკაც. რომ უნდა მივიდეს აქედან რიბოსომულ სისტემას. ესე იგი თავიდან გავა გუანინებიც კეთდება, რა საინტერესო რა არის, რომ გუანინებს შეუძლიათ თვითონ თავიანთი თავი ხარაჩით გამოიყენონ და ეს ტეტრადები შექმნან. დააჭრდნენ და ქმნიან კრისტალებს. ეს კრისტალები შეიძლება ნაჩვენებია სხვა ხალხის მიერ, ექსპერიმენტები გაკეთებულია 20 და 30 წლის წინ, მაგრამ რომ ესენი მე მიდის ლიგაცია და პოლიგუანინი კეთდება აბსოლუტურად უმარტივესად. ეს არ არის პრობლემა. ესე იგი იქ რომ არ კეთდება არაფერი და უბრალოდ უზარმაზარი პრობლემები აქ პოლიგუანინი არის ხალხი რამდენიმე ჯგუფი აჩვენა, გაჩვენეთ ის სტატიებს, რომ კეთდება მარტივად და შემდეგ აი ეს საინტერესო რა არის კვადრუპლექსი შეიძლება გაკეთდეს ორი ტიპის საპრინციპში, მაგრამ ორი ეს კვადრუპლექსი შეიძლება იყოს 4 ჯაჭვური, 4 გუანინი იყო, ხო შეიძლება ესე იყოს 4 ჯაჭვის გაკეთებული, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს 1 ჯაჭვის გაკეთებული. ჩვენ მოლეკულა რომელიც თავარი ეს იკეცება, როგორც კი 15 აღწევს სიგრძეს, ეს არის მოკლედ მოლეკულა რომელიც ქმნის ამ მოლეკულას, ეს კიდე 15-ის მიღწევის შემდეგ იკეცება ფუნქციონალურ მოლეკულად. ეს ფუნქცია და რეპლიკაცია უყურესწორად გამრავლება ერთმანეთს დაშორებულია ორი სხვადასხვა ექსპერიმენტი აკეთებს, ამიტომ დუალიზმი აქ არ არის. და შემდეგ უკვე ეს ძალიან გავს პროტოტიერენებს სამობითია. ეს ყველაზე დიდი შეკითხვა ამაში კიდე ბიოლოგიის რატო არის გენეტიკური კოდის სამობითი, რატო 3 ნუკლეოტიდი აკეთებს ერთ ამინომჟავას. აგერ არის უმარტივესი პასუხი, იმიტომ რომ ეს ზუსტად ზომავს თავისი სამობით იმ 3 ნუკლეოტიდს. და ამას კრიკიც ამბობს, რომ თავიდან მოყოფილიყო ეს ვერ შეიცვლებოდა. თქვენ რომ გქონდეთ ახლა სისტემა, რომელიც ორობაზე მუშაობს, თქვა რაღაც AU ინფორმაცია ორად იკითხება და შემდეგ გადადიხართ სამობაზე. ხო ხდებით ეს ძალიან გაფრთხილება. ან ერთი რომ ამოვაცალოთ და წამოვიდეს ფაზა შეიცვალოს, ხო? ეს ძალიან დინგრევა, ინფორმაცია იგივე ქართულში რომ დაწეროთ, თქვა აი რაღაცა და თქვა მე ნუ რაღაცა რა ალაგ-ალაგ ასწორი ამოვაცალოთ რა. ხო დაიგრევა, ასე დაიკარგება რა. ამიტომ ეს ტრიპლეტურობა უნდა ყოფილიყო გამოწვეული თავდაპირველი მოლეკულის მიერ და ეს აბსოლუტურად იდეალურად ხსნის ამას. და შემდეგ უკვე ას შეუძლია ესეთი პრიმიტიული რიბოსომის შექმნა და როგორც კი ეს პატარა პრიმიტიული რიბოსომა კეთდება, მე უკვე ევოლუცია თავის საქმეს იწყებს ეს ერთობა და იწევს იმას, რა ქვია, გაუმჯობესებას. ან გაუმჯობესებაში ცნობილია ევოლუცია ძალიან კარგია. პარტალია დიდხანს უნდება მაგათად რაღაც როგორც მე ვიცი, აი ზვიგენი კი არა. დელფინი თუმე ადრეის იყო რა, დედამიწაზე ცხოვრობდა, ზაღლებით იყო რაღაცა და მე გადავიდა წყალში და ამ გადასვლას დაჭირდა დაახლოებით 5 მილიონი წელიწადი. ხო, ნელა 5 მილიონი წელიწადში მან გადააწყო ესა და ეს შეიცვალა თლიანად რა. ეხლა ცალზე ხო, აი ესე შეხვდა დროც როგორ ავთ ჩვენ. ხო, ესე იგი, ეხლა რო თქვით რა, ესე იგი, როგორც თქვი, ესე იგი, უნდა შეიქმნას გენეტიკური აპარატი. გენეტიკური აპარატი არის ორი ტიპის მანქანები, რეპლიკაზები და რიბოსომა. რა თქმა უნდა, ევოლუციას არ შეუძლია ორივე ზეთებაში დაწყება. ერთ-ერთ აკეთებს, ხო? რომელია ეს პირველი? RNA-ის სამყარო, აი და ახლა თქვა რომელი შეიძლება იყოს? აი თქვა რეპლიკაზები შევადაროთ რიბოსომას. რატო შეგვიძლია ერთმანეთს? რეპლიკაზები დღევანდელი რეპლიკაზები, ეს არის ყველა პროტეინული ენზიმები. ესე იგი, ეს ის სტუდია, ეს პროტეინული ენზიმი მოითხოვს უკვე. თავიდან არ იყო საერთოდ რიბოსომა პროტეინები როგორ გექნებოდა რა. ამის გადაწყობა თქო ყოფილიყო თავიდან რიბოსომ RNA-ული და ელექციაზე გადაწყობა ეს ბავშვური ლაპარაკია, შეუძლებელი. ესე იგი, ეს უშეცხეს, მაგრამ თებეურად კოდი და აი ესეთი სირთულე, აი რედიუსიბლ არის, მაგალითად თქვენ თუ აიგებთ რეპლიკაზას, რომელიც ამით ცილას, რომელიც
DNS იმეორებს, ხო? ეს არის რთული მოლეკულა. ლაშურის ძალიან ცოტა შესრულება უნდა დაუშვას ჩვენ ორგანიზმში რაც არის, რომ იმეორებს ჩვენ გენოფონდს დაახლოებით 10 მილიონში ერთ შესრულებაზე მეტი არ უნდა დაუშვას. და ეს არის საკმარის იმისათვის, რომ ევოლუცია იმუშაოს. ცოტა შეცდომა უნდა იყოს, რეალურად რა შეცდომების შედეგი რა, შეცდომებით მოვიდგოთ, მაგრამ თუ ეს რაღაც ნაბის გადააჭირებს, მეტია, მე ეწოდება გენეტიკური ლღობა, აი დაავადებები და უკვე თაობებში, ამიტომ ეს პოლიმერაზები არის სუპერ ზუსტი. 10 მილიონში წამოვიდეთ ერთ შეცდომას უშვებს რა. და მაგრამ აქ რედიუსებულ არის, ეს რაც იმას რომ თქვენ რომ დაიგო მასა სხვა დომენები რომ წააჭრათ, ეს მუშაობს და მუშაობს. სიზუსტეს კარგავს. სულ წააცალოთ სილა ეს რეაქცია ეცდება მაინც. იმიტომ რომ ეს არის ეს ენზიმები არიან ნამდვილი ჭეშმარიტ true enzymes. მიქაელის მეტანით რო ხსნიან, ენზიმები განმარტებით რა არის, რომელიც აჩქარებს უკვე არსებულ რეაქციას. და პოლიმერის ეს რეპლიკაზე რომ რეალურად თუ გაქვთ თქვენ ტემპლეიტი და პრაიმერი, მე ნუკლეოტიდები პრინციპში დროგალოში ჯდებიან, მაგრამ იშლებიან და შეიძლება სულ ენზიმი რასაც დაიყვანოთ, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომებით და ნუ ძალიან ცოტა. მაგრამ რიბოზომას ერთი რამ ძალიან კარგი რომ რიბოზომას თლიან რიბოზომის კატალიტიკური ცენტრი ყველაფერი არის RNA-ზე დამოკიდებული. მას აქვს ხოლმე გარედან ცოტა ცილის მოლეკულები, რომელიც აშკარად გვიან შეიქმნა და რომელიც ეხმარება რიბოზომას მუშაობაში, მაგრამ შიგნით ყველაფერი გაკეთებული RNA-ით. და ეს კარგია, რომ ესეც უნდა იყოს პირველ მოლეკულას უნდა ქონდეს გაკეთებული რიბოზომის. იმაზე RNA-ზე. მაგრამ რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან რთულია. მოითხოვს გენეტიკურ კოდს, რომელიც აშკარად ევოლუციის შედეგია, ასე რომ მოხდარიყო ნელა, არაპირდაპირ, იმიტომ რომ messenger RNA-ზე ცილა როკეთება შუამავალი tRNA-ის თარჯიმანებით არის გადაყავს, სწორედ სამი ნუკლეოტიდი ინციდ ამინომჟავში tRNA-ს. აქ არის გადამყვანე, პირდაპირ AUZ-მა, ხო ეს პირდაპირ. და არის irreducible, დაყვანა შეუძლებელია. თქვენ რომ ეს გარეთ ცილების წააცალოთ, ხო, რეაქცია ჩერდება. რატომ ეს რეაქცია თქვენ გაჩვენებთ, როდესაც რომ tRNA უნდა დაждდეს messenger RNA-ს და სამი წაიკითხოს და მეორე მოვიდეს და გვერდით და სამს მიებას სტენოქიმიურად შეუძლებელია. სამსამი ტერმინალს მაშინ 6 ან 7 უნდა იყოს. მესენჯერი რომ tRNA ძალიან დიდი. ამიტომ არის რომ თავდაპირველად რაღაცამ დაიწყო ეს სამობით. და მე ვთვლი რომ ჩემმა მოლეკულამ დაიწყო სამობით და მე რა თქმა უნდა დააჭირდა მას გართულება მეტი ამის შემა მე tRNA-ზე გადავიდა, მაგრამ უკვე გარედან მქონდა მას ეს RNA-ის ენზიმი რიბოსომა, რომელიც ნელ-ნელა ყემას სულიდა და ხვეწადა. ამიტომაც არის რომ ეს არის irreducible. ერთადერთი სისტემა, სხვა შორის აი რიბოსომის სპეციფიკურობა კიდე რა არის? ეს არ არის ორგანელი. თქვენ ორგანიზმში მემბრანები და რაღაცებია. ასე რომ ენზიმის არის. როგორც გითხარით, ენზიმი უბრალოდ აჩქარებს უკვე არსებულ რეაქციას. ამიტომ ეს არ თუ აჩქარებს, ეს ქმნის რეაქციას. და რიბოსომის აი RNA-ის გარეშე რეაქცია უბრალოდ არ მიდის. ეს არის ერთ-ერთი პრინციპში სისტემა ბიოლოგიაში, როგორც მე ვიცი, რომელიც არ ექვემდებარება მიქაელის მეტენის იმას, ახლა ანალიზ. ხო, მოკლედ აი რომ რასაც მე RNA-ის საყარო ამბობს, ისინი ამბობენ, რომ ისინი მოითხოვენ რეპლიკა, ხო, RNA-ის საყარო მოითხოვს, რომ მას უნდა ქონდეს პირველი რაც აკეთებს, უნდა იყოს რეპლიკაც. იმიტომ რომ გამრავლების მეთოდი არ აქვს, მას თვითონ თეორია მოითხოვს, გინდა არ გინდა ეს უნდა იყოს. მაგრამ კვადროპლექსის სამყარო პრინციპში, როგორც მე ვამბობ, მარტივი ტრიპლექსებით იწყება. მე რო ეს სხვა შორის კვადროპლექსი მივხვდი ამას რაღაც ინფორმაცია დევს მაშინ და სხვა შორის გენეტიკურ კოდში მოჩანს, რომ აი ყველაზე მარტივი ამინომჟავები გუანინებით კოდირდება. მე შემოდის ციტოზინი და აშკარად ხედავ, ციტოზინი შემოდის და ამინომჟავები ხრტულდებიან. აი რევოლუციის გზა ასე გქონდა. აქედან შევედი სხვა სტუდენტები ვიყავი, მაგას ვიმოვიდი და აქედან შემოვედი მე ამ სპეციალობაში და ამ ფილდში. და ამიტომ ეს მარტივი სისტემა ეს რიბოზომის, ხო? პრინციპში იწყება. რა, აი ესე შეიძლება ეს სამაგობი დაიწყო და მე ნელა რთულდება თავისი ჩა. ამიტომ ამას მეტი შანსი აქვს. და ხო, რამიდან ეს გამოვიგვერდა თამიდან. ისა, როდესაც ეს მოლეკულა მივიღე კაცო ფიქრობდი ამ ეს რა როლს თამაშობდა, ხო, თავი რაღაც როლი ჭეშმარიტი მეთამაშე. და სწორედ მაშინ მივხვდი, კაცო ხო, ტრიპლეტური ხო არის, კაცო ეს კითხვა. ეს არის ერთი მოლეკულა ერთმანეთზე ერთმემიან პიტანელ აგდებიან, გაჩვენეთ. tRNA-ს გვერდზე მიშვა არ უნდა, იმიტომ რომ დამუხტულია ელექტრონეგატიურად, ხო? კონდენსაცია ხდება, იმას ვერ მივიყვანთ, უნდა უზარმაზარი კათოლებს რაოდენობა გქონდეთ, რომ მივიყვანოთ ერთმანეთს, რა დიდებია. ესენი კიდე ზუსტად ზომობენ ამ სამობას და ერთმანეთს ეწებებიან, გვერდით არის ჰიდროფობულები. აი, აგდებიან ერთმანეთზე, რა პირდაპირ იდეალური სისტემაა, ლამშო იდეალურად ახსნა ის მარტივი პირველი პროტოსისტემა, პროტორიბოსომა.
ხო, აი ეს ელენე საკუთარ მოითხოვს რომ პირველი პოლინუკლეოტიდის გამრავლების მეთოდი უნდა ყოფილიყო template guided, აი target წარმატული პოლიმერიზაცია. ეს რთული რამაა, როგორც გითხარით, ესე იგი გააქვს უკვე შენ target, ეს უნდა გაიმეოროს პოლიმერაზა. გაიმეოროს როგორც გითხარით, თითქმის შესაბამის გარეშე. იმიტომ რომ აი ხა თუ ერთი შესაბამი შეიპარა, თქვა, აი სხვადეს ამობურთული შესაბამება იმას შესაბამს, ხო? ის მე რჩება. გაიყო ახლა ეს ორი მოლეკულა, ეს ორის გამრავლდა. ეხლა დამიგე ეს ზედა ქვედა ეს ამოვიდა იგივე გაკეთა, მაგრამ ეს წავიდა და ამაზე უკვე ამან ერთი შეცდომა დაუშვა და ეს უკვე სწორად მიიჩნია. ესე იგი აქ უკვე თქვენ ამ მოლეკულაში ორი შეცდომა გაქვთ. მე კიდე შემდეგზე გადადის, უკვე მრავლდება. ამიტომ ეს იყო სწორედ აიგენის პარადოქსი, რომ ის მივხვდა ამას, რომ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ჩადებული ამ წრფივ RNA-ში, თარგში, ამ თარგის გამეორება შეუძლებელია ცილოვანი ენზიმების გარეშე. და ეს იყო სწორედ ის პარადოქსი, რომ თუ ცილა არ აქვს როგორ იწყება მას? RNA იმას ვერ აკეთებს. ამდენი ერთსაათეს გამოდის რაღაც საშინელი ენზიმები, რომელიც ნახევარსაც ვერ აკეთებს სწორად. და ამ პრობლემებთან 10 მილიონში ერთი შეცდომა დაუშვას. და ამას უკვე აიგენის პარადოქსი, ეს არის ნობელის ოჯახს ვიცნობ ახლა შეხვდი გერმანიაში მუშაობდი ამდენი წელი და ისე იყო მანფრედ აიგენის ქიმიაში ქონდა ნობელის პრემია და ეს სფერო საერთოდ აქ სხვას არ უშვებდნენ, ამ ორიგინალურად შეადგენენ მარტო დღემდე ნობელიანტები ყოფილი და მათი სტუდენტები, ხო ეს რაღაც სხვა ხალხს მაინც აუშვებდნენ. და ეს პირველად ეს ამ მივხვდა, რომ შეუძლებელია RNA უნდა კონდეს, ხო შეუძლებელია პოლიმერაზების დაწყება სისტემის და ეს თუ მაგა ახალმოსოს, მაგრამ ხო აი დავიწყოთ ახლა კონკრეტულად რატო არის თქვათ რა პრობლემას ჭრის არჩევი თეორია, ხო რომ როგორც გითხარით ეს უკვე გაჩვენეთ, აი პირველი ეტაპი გითხარით რომ თუ გაქვთ ბულიონი, გუანინები ყველაფერი, გუანინები შეიძლება დააჯდნენ ერთმანეთზე და თქვენ რატო გაქვთ, იმიტომ რომ გაქვთ უნდა ტემპერატურის ცვლილება კიდე, ეს აქ ღამის გამო შეიძლება, წელიწად და ზამთრის გამო, თამაში ხო დედამიწაზე კიდე ნუ დაცხელი და ეს ცივი სწრაფი ვარდნები იყო. ასე ვიტყვება რომ პრინციპი სიტყვაში დაწყებულიყო კიდე ოკეანის სკერზე არის უძახიან thermal vents. აი საცხელი წყალი ამოდის. ეგ არის აბსოლუტურად იდეალური მდგომარეობა, ეგ არის აი ეს ორგანული მოლეკულები ყველაფერი და იქნება ეს ციკლები, ციცხელი რა ესე იგი დედამიწა მაშინ იყო ამისეთი დიდი PCR-ის მანქანა. PCR-ი ტემპერატურას წევა და ამ ტემპერატურის აწევა დაწევის ენერგიის გამოყენება, მისათვის რომ რაღაცა გააკეთო. ამიტომ აი ეს გუანინები როგორ დაალაგდებოდნენ, იცი, ეს არის ძალიან სტაბილური. ესე იგი თქვა ტემპერატურა მაღლა ავიდოდა, რომ დაიწყდა დაცივებას, ეს გუანინები უკვე მონახავდნენ ერთმანეთს დაძლებოდნენ. და სანამ უკვე პრეციპიტაცია წავიდოდა სხვა მოლეკულების, ესენები შექმნილები იქნებოდნენ. შემდეგ ეტაპზე გასუფთავება წავიდოდა, თქვა შეიძლება სხვა რაღაც მოლეკულების შესრულება, ადრინდელი შემთხვევაში შემთხვევით, ხო? ესე იგი ასე დაწევით, თქვენ შეგიძლიათ, რაც რო გუანინები გაქვთ იმ ტბაში, ესაც Darwin ამბობდა little pond, ხო? აი ერთ რამდენიმე ციკლში ყველანი აქცევთ პოლიმერებად, ეს არა თუ რომ ეფექტურია, თქვა აი გამრავლება რა გაჩვენეთ თქვენ ტემპერატურის დამოკიდებული ექსპონენციურია. ძალიან რთულია, მაგრამ ექსპონენციურია 2-დან 4-4-დან 8 და სწრაფად იზრდის, მაგრამ აქ კიდე საოცარი აქ უბრალოდ პირდაპირ ხდება, როგორც სოკოები იზრდებიან. ამის მიღება უმარტო ეს მიღებულია. აი ეს ეტაპი რომ აქედან ესენი იკეთებია, ეს ნაჩვენებია რამდენიმე ლაბორატორიაში ჩვენამდე ადრე. და საინტერესო რა ეს გუანინები ლაგდებიან ჯიდადად. ისინი არიან 30 გრადუსის დაახლოებით. მარჯვენა დაახლოებით. აი იმიტომ ვაჩვენე ქვედა აი ესე ქვედა ისინი ეს ეხება. და ძალიან ძლიერი სტექნიკია, ძალიან სტაბილური სტრუქტურებია. და საინტერესო კიდე რა არის, ხო რომ აი ქრალობას რითით ეხენ, იცით რომ რატომღაც ამ მოლეკულებს უნდა აი ესეთი მოლეკულების კეთება. ეს ნაჩვენებია, იცით? ვაი, არა ხო ასე. ხო აი თქვა ერთი გუანინი გაკეთდა. შემდეგ მეორე გაკეთდა და ჯდება ეს. მესამე დახვე. რატომღაც ეს სისტემა მარცხნივ არ ლაგდება, ლაგდება მარჯვნივ. და ეს მარჯვნივ დახვეული ეს ხურდაფრული გაკეთებული ღებულობს მხოლოდ აი ამას რა ქვია, დეგუანოსს. ეს რომ მიიღოს ეს სხვა მხრივ უნდა გაშვერილი და აქეთ აფუჭებს მოლეკულას რა. აქეთ ესეთი რომ გადაიწყო, მაშინ ელს აიღება, აი რომ როგორ ხდება ქირალობის გატეხვა, ეს მეთოდი აბსოლუტურად იდეალურად აჩვენებს რა. რაც რომ გადაუჭრე პრობლემად ითვლება. მაგრამ რატომღაც ესეა და ეს ნაჩვენები ამ ხალხის მიერ აი ესენი. ანუ ზევიდან არ აჭდება? არა, ეს ისე, კი, ზევიდან, ქვემოდან ეს ისეთია. ზევიდან თუ დააჭდა, ასე დახოლი არ გამოვა. ისეთ როგორ არა, თუ მაშინ არ მიცია, რატო არ აი ესე მე ესე არა, ზემოდან თუ დააჭდა. კიდე ზემოდან დააჭდეს ესა. ზემოდან თუ დააჭდა, თითქოს ასე წავა. მეორე ვიშა, ხარ. ისეთი მან თავარი ერო ტეკინს აკეთებენ, აი ესე აკეთებენ, რომ აი მე რო ხო აი ესა ბოლომდე ხო?
არა, არა. შეიძლება წავიდე, მაგრამ ის თუ გაფუშტა, მე პრობლემი ტემპერატურის ცვლილებები ისევ შეიძლება ესე გადაეწყოს და მე გასუფთავება წავიდეს პურიფიკაცია რა. სიმეტრია და როგორ. იცით როგორ არის, მე როგორც მე მესმის, მაშინ მაგა ბარკო ბოლომდე გარკვეულია, მე არ ვიცი რატო შევენის მოლეკულები. მე ჩვენებობს გუანინი არ არის სიმეტრული, აქეთ ამხარე და იქით ამხარე ეთყობა ელექტრონულად განსხვავებულია, არ ვიცი. ეს ყოველთვის საინტერესო იქნება, თუმცა კვანტურ ქიმიკოს აინტერესებს ეს რატო ეს. მაგრამ აი ეს არის სამი სტატია. რომელმედ აჩვენეს ეს. რომ კეთება მხოლოდ მარჯვენა დაახლოებული ისინი, ეს 76 წელს აპრილი ნაჩვენი. რა თქმა უნდა ისინი ასაუბრებენ კვანტურ სამყაროზე, ობლამა ამბობენ. მე საინტერესო რა არის, ესენი იდეოლოგიები ძებენ, ამათი პოლიმერიზაცია მიდის აბსოლუტურად უმარტივესად. ესე ისე კი არ არის, მე პოლიმერიზაცია უწევს ამ შეცვლა რა სტრუქტურის. არა, ეს აბსოლუტურად იდეალურია და ეს ნაჩვენები ამ სტატიაში. აგერ არის გერმანია, ტეხას კიდე ახლა სტატიებია. აკეთებენ უნდა სხვა შორის ეს ხალხი არის ერენემ საფუძვლის მომხრეები, ცდილობენ მიიღონ სხვადასხვა ტიპის ერენემ და სუეჟები ხებულობენ პოლიგონს და ბრაზობენ ამობენ ეს პოლიგონი რაღაც არტეფაქტია. არტეფაქტი არის იწყებს სიცოცხლეს რა. და ძალიან მარტივად კეთდება. ეს ნაჩვენებია ჩვენს გარეშე რა. ხო, აი ქეოს პრობლემა გიხედავ რომ მარტივად ხდება რა, უკვე მოყევი, მაგრამ საინტერესო თბილისის შენობა არის იდეალურად შეგედა ეს აკეთა ეს ისე სხვა ქვევია შენობა რა ქვია ამას არის. ხო, რა ქვია? Axis? Axis, ხო. აი ეს არის მარჯვენა, ეს არის მარცხენა. და თან საერთოდ გუანინები მართლაც ეს არის ისე კი არ არის, ოთხკუთხედია, რა ქვია იმას. კუთხე რო ისე კვადრატებია, ხო, აი ზღვა ძალიან გავს რა. აი ეს აი მას უკაცრავად, ხო, აი მას იჩევს რა. აი მას იჩევს. ხო, აი მოგეთ გითხარით რა ელემენტარულად, როგორც შევიდა, აი ეს ყველა პრობლემა ნუ გაწყდება უმარტივესად. სკაუ ხარაჩოს თვითონ იკეთებს, ამას სხვა შორის აი გუშინაც ამბობდი. ისო იყო კაცო შროდინგერი, мама კვანტურ მექანიკის. ის ამბობდა რომ სიუცხლე დაიწყოს კრისტალებში. ესეც აი მოდის გულინოს ვიღებთ რაღაცები და ისინი ლაგდებიან კრისტალებს აკეთებენ. ეს ამბობდა რომ ყოდის აპერმებული კრისტალი. და მართლა აკეთებენ მაგერ არის ზუსტად თხევადი კრისტალი, რომელიც ამას აკეთებს ლაგდება შეერნერ და მე უკვე დაკეცვის მეთოდია, იმიტომ აქვს მაშინ ინფორმაცია თქვა. რატომ შეიძლება მაშინ ინფორმაცია შესულიყო რა ბიოლოგიური ინფორმაცია. არ მილაპარაკია, ხო, ჰიდროლის უძლებენ არაბუნებს, ეს არის ძალიან სტაბილური სისტემებია, როგორც კი შეიქმნებიან, მე მაგათი გალღობა ხდება ხოლმე ძალიან მაღალ ტემპერატურებზე. უნდა წადოს ასე ნაკლები კათიონები ქონია, ჩემს თვითონ პრობლემა ქონია, ზოგჯერ ალღვება, იმიტომ რომ დაუწევთ კათიონებზე გალღობა და რაღაც 100 გრადუსზე მოგვება ხოლმე. ძალიან სტაბილურია, მოკლედ ეს სტაბილურობა მასაზეც საშუალებას რომ ჰიდროლის გაექცეს. როდესაც ჩაკეტილია სტრუქტურაში, უკვე აღარ იშლება. როცა ერენი გარეთ არის გამოშველი და მაშინ წყალი უტევს მარტივად მიუდგება იმ ადგილებში და ჭრის. ხო, ასევე functional dualism-ი გიჩხარით, ამაზე ვილაპარაკეთ პრინციპში, რომ გვაქვს ესე იგი ცალკე ეს არის შემქმნელი ამ მოლეკულების და ეს არის ფუნქციონალური, დაკეცვისმერი ფუნქციონალური ხდება. ეს ერენი სამყაროს არ არის. ხო, აი ხარ ვილაპარაკოთ აი ასტრონომიული ბიბლიოთეკებზე, ხო, ასე იგი ეს ხო გითხარით ლუშოებს, რომ იყო თავდაპირველად რაღაც სიგრძის მოლეკულები, აბსოლუტურად შემთხვევითი და მე იქიდან აირჩა რაღაცა. ესე იგი დავიწყოთ აი ანგარიში, მაგალითად ტერენი რო ვიკეთებ. ტერენი დაახლოებით 80 ნუკლეიდით თან სიგრძის, ხო? ესე იგი უნდა გქონდეთ 80 ხარისხად, ანუ 10-52 ხარისხად რაოდენობის მოლეკულა. 80 ნუკლეის სიგრძის. მათი მასა რო გაამრავლოთ, თვითონ მოლეკულა რო აიღოთ ამ ბიბლიოთეკაში, ხებულობ დედამიწის მასას. 10-22 ხარისხად. ესე იგი პირველი კოლბა უნდა ყოფილიყო დედამიწის ხო, ტერენი რო დააკეთო. რო ახვიდეთ 130-ზე, უკვე ეს კომბინატორიკაა. ზომა ჭირდება მთელი სამყაროში. ესე სამყაროში ხილული სამყაროს მასა არის 10-56 გრამში, მეტი კი არა. მაგრამ დიდია ციფრიკაც. და ესე იგი თქვენ რა ჩადა კუნისაა ეს დათვლი რომ შექმნა რაღაც პრიმიტიული რიბოსომული სისტემა ჭირდება 1800 ნუკლეოტიდის სიგრძის RNA. ამას ჭირდება სამყარო 1000 ხარისხად CDD-ის სივრცე რომ შეიქმნას ეს. აბა თვითონ წერენ, იციან ყველაფერს. ამას 60 წლებში შექმნა აღარ ბრიტანულმა მეცნიერებმა დაარქვა რომ RNA-ის სიყვარულით დაწყობილიყო სიცოცხლე სიდივეა რომ ნაგვის ჯანკი არზეო ბოინგი თვითონ შეიქმნას ქარის მიერ შემთხვევით რა. იმდენად დაბალ ალბათურია, რომ ალბათ ამაზე ამბობდა რა არის. რომ სხვანაირად რიცხება. და ხო გერდებით
ჩვენ შემთხვევაში თვითონ კეთდება ინფორმაცია ერთია, მაშინ არავითარი ვარიაცია არ ჭირდება ჰომოპოლიმერია რა. შეიძლება ეგააფრე მის ფილტრი. ბატონო? მის ფილტრი ეგააშენლია. არ ვიცი, ხო, აი მე მაგას ზოგჯერ ამას ვხვდები ეს სამობა, ეს მაგიური ციფრია. რატო არის გენეტიკაში ეს ტრიპლეტური? ამას მოაქვს ეს 15-ია თანმიმდევრობა, 12 მიდის გუარინების კეთებაზე, 3 მიდის ყულფებზე. 15 ზუსტად. აკეთებს ამ სამობას, სადაც მაგიური მასალით რა და დევს ეს ინფორმაცია სხვა მოლეკულებს არ გესკეთება არ შეუძლია არაფერს. აი პოლი რო აიღო ჰომოპოლიმერი, პოლიადენინი, პოლიურაცილი, პოლიციტოზი ისინი დაბალ ტემპერატურაზე ნუკლეო ყველა რაღაცას აკეთებენ, არ სპეციფიურს, მაგრამ ეს მაღალ ტემპერატურებზე არის ძალიან სტაბილური. და ესეთი სტრუქტურა გამორჩეული აბსოლუტურად რა. აი ეს უპირველად მივხვდი, აი მაშინ ყოველგვარი ამის გაგების გარეშე უკვე ხვდებოდი რომ ამას რაღაცა უნდა ქნა. სხვა შორის ესაც კაცად ნახე არონ კლუგი იყო ნობელიანტი და მაგან თქვა 90-იან წლებში საინტერესო კიდე რა იყო რომ აპტამერებია, RNA-ს, DNA-ს აპტამერები ქვია. თავიდან სადეს ეს სხვა შორის აი ნობელიანტებმა რომ გაითამაშეს ესა თქვა როგორ კეთდება. ავიღოთ ახლა ჩვენ გვაქვს პოლიმერიზები ყველაფერი და ეს თან შემთხვევითი თანმიმდევრობები გავაკეთოთ. გავაკეთოთ აი ბიბლიოთეკა ეს თანმიმდევრობები და მე დავკეთოთ და ნახოთ როგორ დაიკეცება. და ეს არის ავტომატი, ამ სულ წამალი გააკეთოთ და მე მას აგზავნებთ თქვა რომელიღაცა ცინის მიმართ თქვა დაავადება დადგუნო და მართლაც კეთდება რაღაც მოიკეცებიან რაღაცა გასაგები თქვა კლიტეს რომ მოერგოს ისე და პირველი მოლეკულები კვადრუპლექსები გაკეთდა და იმ კლუბმა თქვა მაშინ რომ ეს კვადრუპლექსებიო თუ ასე მარტივად კეთდება ამ მოლეკულებს რაღაცა დიდი როლი უნდა ქონდეს და მე გავიგე ეს მაგრამ აი ეს დაიკეცა და მივხვდი ეს მოლეკულები და სამობით იკეცება თუ აიღებთ გრძელ მოლეკულას 4-ით კი არ შეუძლია თქვა 4-ზე ავიდეს და მე ერთი კულტში ან ორი კულტში სხვა ვარიაციას ვერ აკეთებს ერთადერთი არის 3-1-3-1 მაგასაც გონი გაჩვენებს ეს რა ხო აი როგორც გითხარით რა რეალურად პრობლემა თუ რა ხან ჩვენ გვაქვს 4 ვარიანტი 1800 არის კონინის ნახტამ რა ვიღოთ ეს უზარმაზარი ციფრია თუ დავიყავ თულზე არ მაგრამ თუ დავდივართ ერთზე ეს რაღაც სოციალურია მაგრამ როცა მარტო გუანინი ყვა აჰა ერთი დავდივართ რა ჩვენი თელი კომბინატორიკა დადის ერთზე და მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხო კომბინატორიკა დადის სწორედ იმიტომ რომ აი ეს უცნაური დახვევის მეთოდია ხო თუ გვაქვს პოლიგუანინი ეს არა 3-1-3-1-3 მე გავდე 3-1-3 ასე რომ სხვას ვერაფერს ვერ აკეთებს ქნის დომენებს ეს ნაჩვენებია ბევრი ხალხის მიერ ჩვენ ვიგებთ ამ მოლეკულას ძალიან ინტენსიურად შემდეგ ეს ეტაპის თქვა ასევე ორძან გამიგზავდეს Wow, 47 ვარ. ხო, ეს ნაჩვენებია მოგეთ კეთდება რა, GYN-ი კეთდება. ლეგლაი მარტივად კეთდება, ეს მევაჩვენე. ეს დაკეთვა მე გიჩვენეთ, ეს სკოტლი არის, ეს სხვადასხვა ჯგუფებმა აჩვენეს, რომ პოლიგონის თუ იღებთ იკეცება მხოლოდ ერთი დაკეცვის მეთოდი. ეს ნაჩვენებია ამ სტატიებში. შემდეგ ეს როცა ამ მოლეკულებს იღებთ დიმერიზაციები, თუ რო შექმნეს პროტოსისტემა, ესე ერთმანეთს უნდა დაჯდნენ. და საოცარი რა არის, რომ DNA-ს და RNA-ს ამას ერთად თვისებებია თავიდან. მაგრამ DNA-ს არ შეუძლია 5 პრაიმი, აი, კარგი მიმართულებით ერთმანეთს დაждობა. DNA-ი 5 პრაიმიდან 5 პრაიმს ეჭედება და აფიჩოს პროცესს. და RNA-ი არა. RNA-ი უნდა ისედაც იცვლება, რომ RNA-ს უნდა დაეწყო რა. და მართლაც RNA-ის შემთხვევაში ვღებულობთ, ამას კონტენტი აჩვენებენ, რომ ესენი ჯდებიან, ლაგდებიან, როგორც RNA-ი ლაგდებიან messenger RNA-ს რა. ისინი კი არ ლაგდებიან, ორია დაგრეხილი. RNA messenger-ი დაგრეხილია და ეს ორი მოდის, ეს უწავა ახალი მოდი, მაგრამ ამათ შეუძლია პირები დაждდნენ, ბევრი დაждდნენ რა. ხო, ეს არის ხო, სამწუხაროდ ხასტრაფად ვერ მოყვები. აი, წადეთ იცით რა, მაგალითად RNA-ში რო ჩარჯინგი მიდის, აი ეს არის ენზიმი, ხო? ამინოსულტერენაზე. ეს აშვება, რომ ეს სპეციფიურ თანმიმდევრობას აბავს ალანის აბავს, ვთქვათ, იცის რომ მიიღოს. მე მოაჭრეს ეს უბანი კლიენტად. და ნახეს, რომ ეს არის მარტივი ამინომჟავებისთვის, ეს ნაწილის კი საკმარისია, რომ მან ამოიწოს და მიიღოს. და ჩვენ რო შექმნით ესეთი კვადრუპლექსი მივავით ამას. ნახოთ ხოლმე და ეს ხოლმე შემოშუმა ნიკოლოზო ჩაატარა რეაქცია არ დაგვიბესტი ალბათ აზრობებს და ძალიან კაი აქტიურობა მიიღო. ესე იგი თუ კვადრუპლექსი გადავალთ და ეს არის RNA-ი, ეს არის ჩვენი კვადრუპლექსი და ეს არის მოკლე ჰელისი. ამაზე გაცილებით უკეთესი შეგიძლიათ. იგი კვადრუპლექსი ხელს არ უშლის რა, პრინციპში ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, გვენახა თუ შევძლებდით ამას, მაგრამ ხო, აი ეს უკვე აი ეს სამობაზე ძალიან გამიგზავნა ლაპარაკი რომ აი ეს სამობა რა, ლინკ აქ ეს არის, რომ ეს არის სამობაზე ეგებული და ამას კრიკი თავის სტატიაში ამბობს, რომ ეს ამბობს, რომ ტრიპლეტურა ყოფილიყო თავიდანვე და ეს უნდა გამოყოფილიყო. ალბათ სტრუქტურული ის იყო, რა სწორად ამბობს. იმ რაღაც RNA-ის პროტოტერენს უნდა ეთამაშა ის რომ გაეზომა ეს ამბობს რა.
სამკითხო. და სწორედ ესე აი ტერენზე დასვათ აჩვენებთ აი ბაში სამზე არ უნდა გამოტოვოს, თუ გამოტოვო ინფორმაცია იგარგება. და ეს არ შეუძლია ტერენებს. ტერენის დიამეტრი ორმაგისფეროვის არის მოითხოვს 6-7 ბეისფეროს. ამ ჯიგას კიდე შეიძლება დამარტოთ შეუძლია, აი ეს შეიძლება პირდაპირ. და როგორც გაჩვენეთ სტაგინგები, ძალიან კარგი კეთება სტაგინგებიდან. მოკლედ მოხერხებულია სტაგინგები შეუძლია, ოპერში შეიძლება ამინომჟირები მიიბარს და რაღაც ამდაგვარი, აი ცუდად შეიძლება ნიკამ ჩაატაროს ეს ექსპერიმენტები, რაღაც ამდაგვარი რაღაცა გინდა შეუკვეთეთ მოლეკულები, რომ რაღაც ეგეთები შეიძლება არახეთ, აი იქნება რომ ესეთი დალაგდნენ და რაღაც სხვა პოლიპრაიმერი შეიძლება ცილის გასი, პოლიპეპტიდი გაკეთდეს. მე როგორც ხედავთ, აი პირდაპირ ტერენში როგორ გადადის, რომ ეს არ ჩანასახსნავს ტერენის, ეს არის სამი პულტი აქვს და ეს ნელ-ნელა გადასდა, სულ შესაძლებელია ეს გადასდელებო ტერენებში რა. ეს არის რაღაც ტერენის ჩანასახი და ხო, აი ესეთი რაღაცა, რომ შეიძლება სხვა დაწოლიყო ეს რა თქმა უნდა, პულტები თუ გუშუალოდ პულტებიდან შედიან სხვა ნუკლეოტიდები, კომპლემენტარულად შემოდის შემდეგ და კეთდება სწორედ კიდევ არასწორი ჯაჭვები, რომელსაც შეიძლება ეთამაშოთ როლი მესენჯერ RNA-ები და ესენი ლაგდებიან ამაზე, ცილა კეთდება და ამ დროს კი ცილა კეთდება ალბათ ეს იწყებს აი პოლიმერაზ მუშაობას, პოლიმერაზ აუცილებელია რომ გაამრავლოს და როგორც კი პოლიმერაზ აკეთებს, უკვე გენეტიკური აპარატი შექმნილია და ყველაფერი კეთდება. მოკლედ კიდე აყალიბებს, ასე იგი თვისებები აქვს ისეთი, რომელიც ძალიან აყალიბებს ამ იმის თვისებას. აი სხვა შორის ეს ბიოლოგიაში ის არის. ემერჯენს უძახია, შეიძლება არის ხოლმე რაღაც თვისება ჩნდება, რომლის უკან ქვემოთ რა არის, ვერ ხედავენ, როგორ შეიქმნა ვერ ხედავენ რა. და ამას შეიძლება ის ადამიანის კერ სმითის, თუმცა სულ შესაძლებელია იყოს ქვეჩარჩოებით რა ხარაჩო, რომელიც მე ხრება. აი ესეთი იდით, რომ ეხლა ჩვენ ვიცით რომ ეს რომაული ისა რა ქვია, ამგემას არკა, კეთდება ესე ხო, თავიდან ხარაჩოს ვაკეთებ, დვალებით, მაგრამ ამ გამოგვა, მაგრამ ეს ჩვენ ვიცით. აი სულ შესაძლებელია სწორედ ესეთი როლი ეთამაშა კვადრუპლექსებს რა. იმიტომ რომ საინტერესო როგორც თქვი, აი ეს პერიმეტრი ვერ შეიცვლებოდა. ეს პერიმეტრი ხო? ეს ხო იმისა ხარჯოს ჩარა მისგან მოდის, ხარჯოს. და სწორედ ესე ეს პერიმეტრი ვერ შეიძლება სამობიტი პერიმეტრია, რომელსაც ტერენებს უკვე უჭირს, მაგრამ მაინც ამაზე მუშაობთ, როგორ შეცვლის უდება. ხო, აი ეს ბოლო არის ეს ნიკოლოზი, რომელიც ჩემი შვილის ზეწოლ დინატელი ჩაატარა და ესენი ანდეგრადები არიან, ძირითადად ელისი კიდე მუშაობს. ნიკოლოზი გწავდა, ხუთი შვილი ყავს, არ გეგმოთ რომ ყოველს ვეპატიჟები ეს ძირს მივიტყურებთ, არ ვზავნა მეცნიერებს კეთება. ნიკოლოზი თეორიზაპოლი მუშაობა, ახლა ბიოლოგიური ინჟინერიის კომპანიაში გადავიდა. დიდი მადლობა გორდებს, და თუ შეკითხებთ. მე მაინტერესებს ესე თქვენ თქვით, რომ დნმ-ის სპირალში, სპირალი არის მარტო ინფორმაციის მატარებელია და ეს მოდესა აზრ ცოტა ვერ გავიქე, რატომ იცით რომ ერთი სპირალის ნაწილი რაც არის, ხო? მეორე სპირალის ნაწილი არის იმის ანალიზი. ანუ ფორმალურად შეიძლება თქვა, რომ რა ინფორმაციის მატარებელიც არის ერთი სპირალი, იგივე ინფორმაციის მატარებელიც არის მეორე, იმიტომ რომ შესაბამისობა აქეთ ხარესაც არის, იქეთ ხარესაც არის, ერთ-ერთში თქვენს. ხო და რამდენად სამართლიანი ამის, იმიტომ რომ იდენტური ინფორმაციის მატარებელია ორივე ნაწილი რა ამ სპირალის. შეიძლება ეს უბრალოდ საჭიროა იმისთვის, რომ კოპირება მოხდეს ამ ინფორმაციის და სწორედ მაგიკვატაროთ ორივე ნაწილი ეს იგივე ინფორმაციას. კი, ძალიან კაშა კითხვაა, ხო. მაგრამ ისიც როგორ ბიოლოგიურად ინფორმაცია ტრიპლედებით იკითხება. თქვენ რო გაქვთ, თქვა GGC და კითხავთ 5 პრაიმიდან მის GGC. ამის კომპლემენტარული თქვენ გაქვთ GCC. ეს უკვე სხვა ამჟამად. თქვა AAU ახალგაც, ხო? ეს ერთადერთი მნიშვნელობა. იქიდან გექნებათ UAA. სხვა კომპლემენტარულობა გავს დაახლოებით აი ფოტოგრაფიაში ნეგატივი რო იყო ადრე. ხო გადაიღებთ ფოტოგრაფს და ჯერ ნეგატივს აკეთებთ. აი როგორც ნეგატივი გავს. ნეგატივში თქვენი თავის კი ვერ იცნობთ. მაგრამ ინფორმაცია დეს გადმოყვანილი როგორც ნეურონად, ხო? რიბოსომისთვის ის მეორე ჯაჭვი, ის აბდოუდეს გააკეთებს. ამას ქვია ანტისენს. იმიტომ რომ მიმართულებაც აქვს 5 პრაიმიდან სანტიმეტრის, ხო? ეს G-კი გადადის C-ში, მაგრამ ხო ხდებით იქ რიბოსომა მარტო ერთ სპირალს კითხულობს, რა თქმა უნდა. კითხულობს მეორედან. მეორეს ვერ ხედავს, რიბოსომა არც აინტერესებს მეორეს, ეს მოდის მარტო ერთი. რასაც მე ვფიქრობ, აი ეს ანტისენსი აკეთებს, ეს არის სიგნალი სწორედ, აი გუშინ ვცდილობდი შენობის არხში, ეგ არის სიგნალის მატარებელი. როგორც აი
ვამბობდი რომ სიგნალი ინფორმაცია გადადის ჯერ სიგნალში და მე უკან სიგნალიდან ინფორმაციაში ბრუნდება, თქვა აი რომ ლაპარაკობთან რაღაცეები, ხო? აი თუ იგივე რომ ბესტა თქვა ფოტოგრაფიაში გადაიღებ ადამიანისგან ხებულობთ ნეგატივს, მე ნეგატივიდან გადმოდიხარ და იგივე ინფორმაცია ხებულობთ უკვე. გადავკაც და გადმოყავთ უკვე. და ეს ანტისენსი სწორედ ამ სასიგნალო მოლეკულა რომელიც უაზროა. ისევე როგორც აი ხა ჩვენ ტელეფონით გელაპარაკებით ხო, გადაიცემა ნოლები და ერთები. ნოლები და ერთად ხო ჩვენ ვერ გითხულობთ. უაზროა ჩვენს. აი ამიტომ ეს ანტისენსი უაზროა. მაგრამ თუ სწორს ამბობთ რაღაც შემთხვევებში პოლინდრომოს უძახიან პატარაში შეიძლება მოხდეს ისე დაემთხოს რომ ეს ზუსტად ის იყოს. არის შემთხვევები. მაგრამ დიდი ცილამასე ვერ გაკეთდება. მაგრამ შეიძლება ითამაშოს ეს საერთოდ ძალიან საინტერესო რამ არის რომ ინფორმაცია შეიძლება ანტისენსის ზუსტად იგივე იყოს. ეგ შესაძლებელია, რომ სპეციალურად გააკეთოთ ეგეთი მოლეკულა, როგორც ასე დიდ მოლეკულებს შეიძლება. თანმიმდევრობა კი იქნება სხვადასხვა ამინომჟავების, მაგრამ თვითონ ინფორმაცია თან ანუ წაკითხვის მეთოდი იქნება სხვა, მაგრამ ინფორმაცია იგივე იქნება, რომ იგივე. ისე და თქვა რომ ფიზიკურად კვანტურ მექანიკას რა თქმა უნდა იგივეა ალბათ, მაგრამ ბიოლოგიურად არ არის, რა, გამოდის სხვა ცილა კეთდება, რომელიც ვერ იკეთება და ფუნქცია არ აქვს. თუ ფუნქცია არ აქვს, ჩვენ ბიოლოგიაში მაგას ინფორმაციას ვერ უწოდებთ. აი, თქვენ თუ ცილას აკეთებთ, როცა მუტაცია აქვს რაღაც ადგილას, აი ეს თქვა რომ ვამბობ ზოგიერთ თუ ვერ მიერთებს იმ მოლეკულას, თქვა ოქსიჯენს, ხო? შანგოს ვერ მიერთებს ის საკაცო რა ქვია იმას. ცილა ხო? უკვე აღარ ინფორმაცია არ არის, ვერასდროს ინფორმაცია გაფუჭებულია. გაფუჭებული ინფორმაციიდან გაკეთებული რა. გალაქტიოს აქვს ლექსი ორივე მხარიდან რომ წაიკითხო, ეგრე რომ გამოვიდეს. კი ბატონო. აი რამდენი სიზმარი აიღებს იმ აი მაგაზე ისეთი ლაპარაკი. ხო გალაქტიოს, მე დამაინტერესა. არ მინდა კარგი. აქვს ერთი ლექსი აი რამდენი სიზმარი აიღებს იმ აი დროშ აშორდი აიღებს იმ და აქედან წაიკითხო და კიდე იქიდან ერთ ეგივეა ზუსტად. არის ისეთი ზუსტად მაგას ქვია პალინდრომული. რუსულად მახსოვდა ამბობდა თქვა რომელი ეგეთენები ვიცი, ინგლისურადაც ვიცოდი აი DNA NDT კითხება უყურე და რაღაც წინანდელი ვერ მის აბსოლუტურად ისეთი კითხება შეიძლება. თუმცა რუსულად ჯანა მაგათარ. დაჟალ კაბანა ბაკლაჟან არის იქიდან აქეთ ერთად ეკითხება. მარცვედახური წამალი მოქმედებს და მარცვედახური არ მოქმედებს. ამ თეორიის ნაკლად და ამ რაღაც საკითხი, რომელიც ვერ იხსნება. ეს შემდეგი ლექსის საკითხი. არა, ისიც რა არის, მე ახლა ამაში მე ხო ბიოლოგია, ფიზიკოსია. ბიოლოგია არა, მაგრამ თავიდან ერთადაცას მივხვდი. ასე მე და არც გვერდები ეს კვადრატს რომ მივხვდი ინფორმაციას ინახავდა, ეს ტემპერატურა იყო, ვერ ხდება. მე მივხვდი ამას და მე რომ ჩავარდნე, აი ხედავ რომ ყველაფერს ხსნის. და ამიტომ მიმაჩნია რომ ეს გონი კი არა, სწორი თეორია. შეუძლებელია ამდენი რამე ახსნას და არასწორი თეორია იყოს. მაგრამ პრობლემას მართლა ვერ ხედავ, ერთ-ერთი რაც უნდა მოისინჯოს და რომ როდესაც ეს კვადრატი მიიბავს, ესე იგი ხო თქვით რომ კვადრატში გაკეთებულია L ნუკლეოტიდი ქირალობით. ამან მიიბავს შესაბამისი ქირალობის ამინომჟავები. ეთყობა იქ მიბმა მოხდება ეს კვადრატის ყელი განსაზღვრავს ამას. აი როგორც თქვენ ბძანეთ, L და D წამლები ერთმანეთს ქირალობი იგივე წამალი სხვა ქირალობის აღარ მუშაობს. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ კვადრატში იმ არასწორ ამინომჟავებს არ მიერთებს. ეს არ ვიცი. აი ეს შეიძლება იყოს ეგრეთვე. დანარჩენ რაღაცას ვაპირებთ ექსპერიმენტი გაკეთდეს. ეს არის სტერეოქიმიას შესაძლებელი რეაქცია. თქვენ რომ სოციალურ წარმოშობაზე ლაპარაკობთ, თავარია ლოგიკური იყოს და სტერეოქიმიას შესაძლებელი იყოს. აი ემელი მსახურო არ არის არც ლოგიკური და არც სტერეოქიმიას შემოწმებადის კი არ არის, რა. როგორც გაჩვენეთ, უმეტესობა ექსპერტთა გავქია ნაბიჯებისა, უკვე შემოწმებულია. ეს ბოლოს უჭირდება თქვა ეგ რაღაც შემოწმება, აი რაც გითხარით, რომ ამ კვადრუპლექსმა მიიბას სწორი ქირალობის ამინომჟავა რა. რატომის მიდმა შეუძლია ამ გუანინის მოლეკულას რომ სტაბილური დარჩეს. ამაზე გააქვს რამე ის და სხვა რომ მიიბას? ხო, იმიტომ რომ თავის სიგრძეზე ლაპარაკი? არა, მაგრამ ხო სხვა ისინი ამინომჟავები უნდა მიიბას რომ რაღაც ინფორმაციის მატარებელი გახდეს და თან სტაბილური უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ეს ადრეული ის არის დედამიწა, ალბათ 1 მილიარდი წელიწად საკმაოდ ცხელი ადგილია რა. წყალი უკვე არის. წყალიც არის და ცხელიც არის. ცხელის ციკლი. ხო, ცხელი. ხო და ესე იგი რაღაცა სტაბილურობის ხარისხი უნდა გააჩნდეს და თუ იცით რომ ეს რა სიგრძეების ფარგლებში არის სტაბილური რა. ერთმა მოლეკულამ, რომელიც პროტოტერენოს უსამართლოს, ერთი ამინომჟავი მიიბას პრინციპში.
მაგრამ როდესაც დაიწყება გადაბმა, რა თქმა უნდა ეს დაგრძელდება. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა მიჭის იმის თქმა ეს რამდენს მიიბავს და რამდენს ვერა, მაგრამ რამდენიმე წუთი ვაჩვენოთ რომ თქვა გავაკეთეთ 3-4 ამენუჟავა მიიბა, ამან ეს უკვე ძალიან დიდი რამ იქნება რა. მაგრამ აქ უკვე რა თქმა უნდა მუდამ მიდის უკვე აზრების გამოთქმა რომ შეიძლება იქ ტემპერატურა დაბალი იყო, დაიხმარო ეს რაღაცა რა, ტემპერატურა აიწია და ეს უკვე არ ვიცით რა. თავარი არის რეაქციები იყოს სტერეოქიმიურად შესაძლებელი რომ მოლეკულები ერთმანეთს შედებოდეს და იყოს ლოგიკური, ასე და ასტრონომიული ნებს არ მოითხოვდეს დედამიწებს და იმებს რაღაცა გაუგებარი არ იყოს. სამწუხაროდ ხო შეიძლება მაგიჩად არ ვიცოდეთ ჯერ, მაგრამ მუდამ შეგვიძლია შეცვალო რაღაც პირობები და თქვა რომ აი ესე იყოს პირობა. შეიძლება არ იყო, მაგრამ შემოდამ შეგვიძლია ეს თქვა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ზუსტად იმ პირობების გამეორება, რომელიც 5 მილიარდი წლის წინ იყო, ხო? როგორ დაადგინეს ეს? ეს ფილოგენი ეს არ არსებობს, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ არ აქვს. არა, ხო, ეს ის არ არსებობს. არ არსებობს, მაგრამ გონია ბიოლოგიური ოპერაცია, ყველას ქვია ფილოგენეტიური ანალიზი, ხო? ესე იცით რა იციან მაგალითად მუტაციებს ერთ მუტაციას რამდენი წელი ჭირდებოდა და ეს გაკეთებული იგი მიყვებიან და ამას არანაირ ის რო ბაქტერია უნდა ყოფილიყო აქ მოხსულიყავ. დასაგებია, ხო, ზუსტად. ამას ამბობენ თქვა ამბობენ 3.5-დან 4.2 მილიარდ წლებში გაკეთდა. ხო და ეს საკმაოდ ზუსტად ამას არანაირ გამართავს. ამას არ მაგრამ ეს ბაქტერია ჩვენ არ გვინახია. მაგას ყველა უკან. მას ქონდა იგივე გენეტიკური კოდი და რა თქმა უნდა პატარა რიბოსომა ქონდა და ეს ბოჩანს ბაქტერია რიბოსომა პატარა თქო ერთ-ერთი გვაქვს. იზრდება და ადამიანს დიდი აქვს უკვე ეს ბევრის კეთება შეუძლია და ასე კიდე ეს. რიბოსომის ევოლუცია ყველაფერს შესწავლილია პრინციპში. თვითონ ის არ აქვს ხო. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ლექცია არის და მართლა ძალიან ბევრ რაღაცას ხსნის ჩემთვისაც ეს კვადროპლექსის მოდელი, თუმცა ერინემ სამყაროს შორის და ლუკას შორის და კვადროპლექსის მოდელის შორის და ლუკას შორის მაინც ძალიან დიდი ჩავარდნა არის, დიდი გეფი არის, თუნდაც თქვა ლიპიდური მემბრანის შაშენება და ასე შემდეგ. ეს შაშენება? ლიპიდური მემბრანა. ნუ თვითონ აი პრიმიტიული უჯრედი, რასაც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ და მაინტერესებს თქვენი აზრით ეს კვადროპლექსური მოდელი თუ ეხმარება იმ პრობლემების ახსნაში თუ ეს ჩავარდნა ისევ ჩავარდნად რჩება. ცილები არსებობს, რომელიც ლიპიდებზე მუშაობს, აკეთებდნენ ლიპიდებს, მაგრამ იცით, თავიდან ესეთი აზრიც კი არის, რომ თავიდან ეს სიცხლე იყო ერთი კომუნალური იყო, რაღაცა ტბა იყო პატარა თქო, ხო? და ეს იყო ერთი უჯრედი რა. და რაღაცები არის ამაზე რაღაცა აღმოსავლეთ კარგად წავიკითხე, რომ გაცვლები იყო რაღაცა და იწყებდნენ ნელა ლიპიდების შექმნას და თავიდან იყო ეს რაღაც ტერმინია, რაღაც დაახლოებით კომუნალური დიდი უჯრედი რა. ხო, და ცილები ისინი რა თქმა უნდა ალბათ მერე შემოდის, თუმცა ძალიან მარტივად კეთდება ცილები. თუ გაკეთდა ამას არის თეორიის შესაძლებლობა ეს ნობელიანი ხატრიალებს ამ სფეროში ყოველს ცილებზე მუშაობს, რომ ცილები აკეთებენ ძალიან კარგ მემბრანას, მაგრამ მე ეს მაინც მეორადია, თავარი ინფორმაცია როგორ შემოდის. რა ინფორმაცია შემოდის, შენ დარვინიზმი გარაგა, თუ ვერ შეინახე და ის ვერ შეცვალე, აი საჭმლის რეცეპტები როა თუ გაზრდიან რეცეპტს ის თავიდან უნდა გააკეთო, როგორც ეს არის. ამერიკაში შეიძლება შეცვალო, მაგრამ თუ რეცეპტი არ აქვს, რას გააკეთებ და